პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრე წულაძემ დაამსწრა საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წლის პროფესიული პროგრამის გამარჯვებულს კუთვნილი ჯილდო პირადად გადასცა და კონკურსის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა. პროფესიული განათლება ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ძალიან სასიხარულოა ყველა ღონისძიება, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის და განვითარებისთვის იმართება საქართველოში. ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ განსაკუთრებული მიღწევების მქონე როგორც პროფესიული განათლების სტუდენტები, ასევე მასწავლებლები, ორგანიზაციები, კოლეჯები, განმახორციელებები და პარტნიორი ორგანიზაციები. პროფესიული განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, მათ შორის როგორც თავად პროგრამების და სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელების პარალელურად მიმდინარეობს ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.